კვარაცხელიას რომელმა უნარმა გააოცა ლუის ენრიკე. მიქაუტაძის გიჟური სტატისტიკა. მორიგი ქართველის რეკორდი NBA-ში. ნინიაშვილის ტრავმის მდგომარეობა. რომელ ორ მებრძოლთან შესახვედრად ემზადება ილია თოფურია და ვის შეუტარდა ყველაზე მეტი დოპინგ კონტროლი UFC-ში. ამ და სხვა საინტერესო ინფორმაციის მოსმენამდე დაალაიქე ვიდეო და გამოიწერე არხი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დავიწყოთ ქართული დერბით. საფრანგეთის ჩემპიონატის 27 ტურში ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენი საკუთარ მოედანზე ხვიჩა კვარაცხელიას პარის სენ-ჟერმენს დაუპირისპირდა. უხოლიანი დერბი პარის სენ-ჟერმენის გამარჯვებით 1-6 დამთავრდა. აღსანიშნავი და სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ამ შეხვედრაში შედეგიანი მოქმედება ორივე ქართველს ჰქონდა. დავითაშვილმა მე-9 წუთზე საგოლე გადაცემა გააკეთა და მისი გუნდი წინ გაიყვანა. ხვიჩამ კი მეორე ტაიმში, მაშინ როდესაც ანგარიში 1-1 იყო, მორიგი შესანიშნავი გოლით მისი გუნდი დააწინაურა. დავითაშვილმა მოედანი 63 წუთზე დატოვა. 1 წუთის შემდეგ კი კვარაცხელიამ, რომელმაც მანამდე ფეხში მკივნეული დარტყმა მიიღო. როგორც ცნობილია, მისი დაზიანება მძიმე არ არის. აღსანიშნავია ამ შეხვედრამდე პარის სენ-ჟერმენის მთავარი მწვრთნელის ლუის ენრიკეს კომენტარიც. მან ხვიჩას იმ უნარზე ისაუბრა, რომელმაც ის გააოცა. კვარაცხელიას შემთხვევაში ტექნიკურად გასაკვირი არაფერია. ჩვენ მას აქ გადმოსვლამდეც კარგად ვიცნობდით. ის მსოფლიოს ფეხბურთის სცენაზე ძალიან ცნობადია. რამაც გამაოცა, ეს არის მისი უნარი მოერგოს გუნდის დაცვით მუშაობას. პირველია, ვინც პრესინგს თამაშობს, როცა ბურთი არ გვაქვს და უკან ბრუნდება. დანარჩენი კი მანამდეც ვიცოდით. შეგახსენებთ, რომ პარის სენ-ჟერმენს 71 ქულა აქვს და შეიძლება ითქვას, რომ ჩემპიონობაში ვერავინ შეეცილება. უფრო მეტიც, მომდევნო ტურში 5 აპრილს ანჟერთან გამარჯვების შემთხვევაში საფრანგეთის ჩემპიონის ტიტულს მე-13-ად გაიფორმებს. მწვანეები კი მძიმე მდგომარეობაში არიან. დავითაშვილის გუნდი 20 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლოს წინა მე-17 ადგილზეა. სენტ-ეტიენი მომდევნო ტურში 6 აპრილს სტუმრად ლანსს დაუპირისპირდება. გიორგი მიქაუტაძის ლიონი კი სტრასბურგს დაუპირისპირდა და 2-4 დამარცხდა. ჩვენმა ბომბარდირმა გოლების სერია გააგრძელა და ზედიზედ მე-5 შეხვედრაში 11 მეტრიანის ნიშნულიდან შეხვედრის მიწურულს გაიტანა. მართალია ეს გოლი ლიონისთვის საკმარისი არ იყო, მაგრამ გიორგის პირადი სტატისტიკისთვის ძალიან კარგი გამოდგა, რადგან მას ბოლო 5 შეხვედრაში 8 გოლი და 5 საგოლე პასი დაუგროვდა, რაც შესანიშნავი მაჩვენებელია. ლიონს კი ამ მარცხის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის შანსი შეუმცირდა. ამ საკითხზე შეხვედრის შემდეგ ქართველმა ისაუბრა. რთულია ახლა საუბარი. კარგი პირველი ტაიმი ჰქონდა, უბრალოდ გოლი დაგვაკლდა. მათ კი ეს მოახერხეს, მომენტები გამოიყენეს და შემდეგ თამაში რთული გახდა. ჯერ არაფერი დამთავრებულა. 7 შეხვედრა დარჩა. გვინდა რომ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდეთ. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. რეაგირება მომდევნო შეხვედრაში ლილის წინააღმდეგ უნდა მოვახდინოთ. შეგახსენებთ, რომ ლიონი 45 ქულით მე-6 ადგილზეა და მომდევნო ტურში 5 აპრილს ლილს უმასპინძლებს. ბუდუ ზივზივაძის ჰაიდენჰაიმმა კი ზედიზედ მეორე თამაში მოიგო. ქართველის გუნდმა ამჯერად ვოლფსბურგს მინიმალური ანგარიშით 1-0 მოუგო. ბუდუ ძირითადში იყო და ტრადიციულად აქტიურობდა. მეორე ტაიმის დამატებულ მე-3 წუთზე კი ზივზივაძე სწრაფ კონტრშეტევას იწყებდა, როდესაც მასპინძელთა თავდამსხმელმა ის უკნიდან წესების დარღვევით შეაჩერა. ბუდუს პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, მაგრამ თამაშის გაგრძელება მაინც ვერ შეძლო. შეცვლა მოითხოვა და მოედანი კოჭლობით დატოვა. ამ ეტაპზე უცნობია ბუდუს ჯანმრთელობის ზუსტი მდგომარეობა, მაგრამ იმედია, რომ მას მძიმე დაზიანება არ ექნება და შემდეგ ტურში 5 აპრილს ლევერკუზენის წინააღმდეგ ითამაშებს. გიორგი ხოჩერაშვილის ლევანტე კი, რომელიც ლა ლიგა 2-ის ლიდერია, ალმერიას ესტუმრა და 0-1 დამარცხდა. ქართველმა შეხვედრა ძირითადიდან დაიწყო და სრულად ითამაშა. ხოჩერას პასების 93% ზუსტი იყო. მის ანგარიშზეა 5-დან 4 მოგებული ორთაბრძოლა და 1 წარმატებული დრიბლინგიც. მარცხის მიუხედავად ლევანტე კვლავ ლიდერია და შემდეგ ტურში 6 აპრილს რასინგს დაუპირისპირდება. აქვე გეტყვით, რომ ბოლო პერიოდში გიორგი ხოჩერაშვილის მიმართ ლისაბონის სპორტინგის ინტერესზე აქტიურად იწერება. როგორც ცნობილია, გიორგი ჯერ ლევანტეზეა კონცენტრირებული და მისი მიზანია ლა ლიგაში გადასვლა. თუმცა თქვენ რას ფიქრობთ, უნდა გადავიდეს თუ არა გიორგი სპორტინგში? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. ახლა კი NBA და მორიგი ქართული რეკორდი. გოგა ბიტაძის ორლანდო მეჯიკმა საკუთარ მოედანზე საკრამენტო კინგსი 121-91 დაამარცხა და რეგულარულ სეზონში 36 გამარჯვება მოიპოვა. სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ გოგამ 17 წუთსა და 56 წამში 12 ქულა, 10 მოხსნა და 5 გადაცემა დააგროვა. ეს კი ახალი რეკორდია, რადგან ასეთ მოკლე სათამაშო დროში მსგავსი შედეგი არავის ჰქონია. შეხვედრის შემდეგ ქართველმა ცენტრმა მედიასთან ისაუბრა.
კარგი თამაში გამოვიდა. ჩვენ მთელი შეხვედრის განმავლობაში დეტალებს ყურადღებას ვაქცევდით, რამაც საბოლოოდ შედეგი მოიტანა. შეიძლება ერთმა წუთმა მთლიანად თამაში შეცვალოს. გამარჯვებები უნდა გავაგრძელოთ. მე ნებისმიერ დროს მზად უნდა ვიყო თამაში ჩასართავად და ჩემი საქმის გასაკეთებლად. რეგულარულ სეზონში 7 თამაში დაგვჭა. ჩვენ პლეი-ოფის გუნდი ვართ. ამ შეხვედრებში ის უნდა გავაკეთოთ, რასაც მწვრთნელი გვეუბნება. გოგაბიტაცის ორლანდო მეჯიკი მომდევნო შეხვედრას კლიპერსის წინააღმდეგ გამართავს. სანდრო მამუკელაშვილის სან ანტონიომ კი ბოსტონს უმასპინძლა და 111-121 დამარცხდა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 16 წუთი და 34 წამი გაატარა. მის ანგარიშზეა 6 ქულა და 2 მოხსნა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ NBA-ში რეკორდი სანდრომაც დაამყარა. მან 20 წუთზე ნაკლებ დროში 34 ქულა, 9 მოხსნა და 3 ასისტი დააგროვა. ბოლო მარცხის შემდეგ კი სპურსი დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფება და პლეი-ოფის ზონაში მოსახვედრად იბრძვის. ქართველის გუნდი შემდეგ ტურში Golden State-ს უმასპინძლებს. ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში კი გიორგი შერმადინის ტენერიფე სარაგოსას ესტუმრა და 93-ით 89 დაამარცხა. ქართველმა კალათბურთელმა 30 წუთსა და 53 წამში 16 ქულა, 9 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა და შეხვედრის MVP გახდა. ამ გამარჯვების შემდეგ ტენერიფეს 40 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება. ქართველის გუნდი შემდეგ ტურში გრანადას უმასპინძლებს. თორნიკე შენგელიას Virtus Bologna კი ევროპა ლიგის 32 ტურში ალბას დაუპირისპირდა და 44 ქულიანი სხვაობით 108-ით 64 დაამარცხა. ქართველმა 22 წუთსა და 30 წამში 15 ქულა, 3 მოხსნა და 5 პასი დააგროვა. შენგელიას გუნდი ევროლიგაში მე-17 ადგილზეა და მომდევნო ტურში საკუთარ არენაზე მილანოს უმასპინძლებს. რეგულარულ სეზონს კი ბარსელონასთან სტუმრად გასამართის შეხვედრით დახურავს. ახლა კი რაგბი და ლიონის ქართველი გარემარბი დავით ნინიაშვილი, რომელიც ბაიონეს მოთამაშესთან შეჯახების შემდეგ მოედნიდან საკაცით გაიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. შეხვედრის 32 წუთზე ბაიონას მორაგბემ მაღალი ბურთი დაკიდა, რომელზეც დავით ნინიაშვილმა თამაში ყველას დაასრო. თუმცა ჰაერიდან მიწაზე დაშვებისას მას ბაიონას მორაგბე თავით დაეჯახა, რის შემდეგაც ნინიაშვილი რამდენიმე წამი მოედანზე უგონოდ იყო. საბედნიეროდ ყველაფერი კარგადაა. ქართული მორაგბე მძიმე ტრავმას გადაურჩა და თავს კარგად გრძნობს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ნინიაშვილმა გაავრცელა. შეგახსენებთ, რომ ნინიაშვილი ლიონში ბოლო სეზონს ატარებს. ქართველი შემდეგი სეზონიდან ლა როშელში ითამაშებს. ახლა კი UFC და ილია თოფურია, რომლის შემდეგ მეტოქესაც ყველა მოუთმენლად ელოდება. ვინ იქნება მისი მეტოქე, ამაზე ბევრი მოსაზრება არსებობს, თუმცა თავად ილია მხოლოდ 2 მებრძოლთან შესახვედრად ემზადება. ისლამ მახაჩევისთვის ვემზადები. ჩემი მომზადება მთლიანად ფოკუსირებულია ისლამზე და ჩარლზ ოლივეირაზე, იმიტომ რომ სხვა კონტენდერებს ვერ ვხედავ. შესაბამისად, ხედვაში ეს ორი სახელი მაქვს. ნაბიჯის გადადგმა არც ერთ სურს. ჯერ იძახიან, რომ ჩემპიონები იმათ ებრძვიან, ვისაც UFC ეტყვით და მერე იძახიან, რომ ის პატარაა, რომ ეჩხუბონ. წონის კატეგორია შევიცვალე და ახლაც პატარა ვარ თურმე. მერე იტყვიან, რომ ეს ჯერ არ დამიმსახურებია. ეს შიშის მაჩვენებელია და ეს ყველამ ვიცით, მაგრამ ეს ნორმალურია. მათ ადგილას მეც შემეშინდებოდა. შეგახსენებთ, რომ თოფურიამ საკუთარი ტიტული 19 თებერვალს გაათავისუფლა, თუმცა ოფიციალურად ქართველი ქვემსუბუქი წონის ჩემპიონად კვლავაც ითვლება. აქვე დამატებითი ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ UFC-ში, სადაც დოპინგ კონტროლი უმაღლეს დონეზეა, 2025 წლის პირველ 3 თვეში ყველაზე მეტჯერ, ანუ 2-ჯერ დვალიშვილი, მახაჩევი და ანკალაევი შეამოწმეს. ილია თოფურია კი მხოლოდ ერთხელ. აღსანიშნავია ისიც, რომ 2024 წლის დეკემბრის მონაცემებით ყველაზე მეტი დოპინგ ტესტი მერაბ დვალიშვილმა გაიარა. მანქანა აკრძალულ პრეპარატებზე 9-ჯერ შეამოწმეს. ამავე 2024 წლის დეკემბრის მონაცემებით ილია თოფურია 5-ჯერ შემოწმდა. ბოლოს წარმატებები ვუსურვოთ ქართულ სპორტსმენებს. თქვენ კი თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი სიახლეები. და ეს არის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის თამაშებს და უგულშემატკივრე ქართულ ფეხბურთს.